მოგესალმებით, ძვირფასო მაყურებლებო, ეს არის გადაცემა აქტუალური კვირა, რომელიც პირველად გადის აქტუალ მედიის ეთერში. მე კი გახლავართ მისი წამყვანი ნათელა ალაზოვა. ჩვენ აქ ძირითადად განვიხილავთ სხვადასხვა სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებს, მიმდინარე მოვლენებს, რაც არის ესე ვთქვათ აქტუალური და ამისათვის ჩვენ რა თქმა უნდა ვიწვევთ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს, რომლებთან ერთადაც განვიხილავთ მიმდინარე მოვლენებს და ვაანალიზებთ მათ. ჩვენი დღევანდელი გადაცემის პირველი სტუმარია ტელეკომპანია მთავარი არხის ჟურნალისტი ჯეიჰუნ მუჰამედ-ალი. მოგესალმებით ჯეიჰუნ, მინდა მადლობა გადაგიხადო იმისათვის, რომ მიიღეთ ჩემი მოწვევა და დღეს შენ ხარ ჩემი სტუმარი. ჩემი პირველი გადაცემის პირველი სტუმარი, ეს პატივი შენ გირგო. ძალიან დიდი მადლობა, რომ მართლაც რომ თქვენი პირველი გადაცემისთვის პირველი სტუმარი მე ამირჩიეთ და შესაბამისად მინდა თქვენი ამ სადებიუტო გადაცემაში ძალიან ბევრი წარმატებები გისურვოთ და მრავალი კარგი სტუმარი, მრავალი კარგი ამბავი თქვენს გადაცემაში. იმედია თქვენი გადაცემა ხანგრძლივი იქნება და ძალიან საინტერესო ამბები იქნება განხილული თქვენს გადაცემებში და საზოგადოება უფრო მრავალფეროვან განხილულ თემებს მოისმენს თქვენი გადაცემის მეშვეობით. დიდი მადლობა. მინდა ჩვენი დისკუსია ესეთ შეკითხვით დავიწყო. რა არის შენთვის ჟურნალისტიკა და რატომ ხარ ამ სფეროში? ჟურნალისტიკა ჩემთვის არის იყო საზოგადოების, ხალხის მსახური. ანუ ჟურნალისტიკა ჩემთვის ნიშნავს იმას, რომ სადაც საზოგადოება ფართო მასშტაბიანი საზოგადოება არ არსებობს, იქ თუ ჟურნალისტი არსებობს, ესე იგი იმ საზოგადოების თვალი და ყური არის. ანუ მე დღეს იმ პასუხისგებლობით ვარ, რომ ვიცი, რომ ვარ ჟურნალისტი, ეს იმას ნიშნავს, რომ ვარ საზოგადოების თვალი და ყური. შესაბამისად, საზოგადოებას უნდა მივაწოდე ის ინფორმაცია, რაც საზოგადოებას სჭირდება და ჩემგან ელის. აი, აქედან გამომდინარე, ჩემთვის ჟურნალისტიკა არის საზოგადოების მსახურება. ანუ იყო ჟურნალისტი, ეს იმას ნიშნავს, რომ ხარ საზოგადოების მსახური. გარდა იმისა, რომ შენ მუშაობ ტელეკომპანია მთავარ არხში, როგორც ვიცი, ხარ ესეთი არასამთავრობო ორგანიზაციის სახელწოდებით წითელი ხიდის დამფუძნებელი, რომელსაც დაახლოებით 1 წელი შეუსრულდება დაარსებიდან. რა მიმართულებით მუშაობს ეს ორგანიზაცია და რას საქმიანობთ? მე ვიცი, რომ ძალიან კარგი და სასარგებლო საქმეები კეთდება, თუმცა დეტალები შენგან მინდა გავიგო, მაყურებელმაც რომ მოიცნოს. ხო, დიახ, დაახლოებით ზუსტად შემიძლია ვთქვა, რომ 1 წელი რამდენიმე დღეში შეუსრულდება ჩვენს ორგანიზაციას სახელწოდებით წითელი ხიდს. ეს თავის სახელიდანაც აშკარად ჩანს, რომ ხიდი ორ ეთნოს შორის ხიდს ნიშნავს. ჩვენი მიზანი თავიდან იყო ის, რომ ქართველებსა და ეთნიკურ აზერბაიჯანელებს შორის, რომლებიც ერთ სამშობლოში, ერთ ოჯახში ცხოვრობენ, ამ ორ ეთნოს შორის ურთიერთობათა ხიდი შევქმნათ. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოში მიუხედავად იმისა, რომ საუკუნეების მანძილზე აქ თანაც ცხოვრობენ ქართველები და აზერბაიჯანელები, სამწუხაროდ რომ ერთმანეთის შესახებ საჭირო ინფორმაციას არ ფლობენ. შედეგად მე იქნება დისკრიმინაცია, მე სტერეოტიპები და მე ზოგადად ამ ყველაფრით ქვეყანას ზარალდება. აქედან გამომდინარე ჩვენ ავიღეთ გარკვეულწილად ის ვალდებულება, რომ ჩვენ ამ ორ ეთნოს შორის პოზიტიური ამბები შევქმნათ. ჩვენ ეთნიკური აზერბაიჯანელების შესახებ ჩვენ ეთნიკურ ქართველებს მივაწოდოთ ის ინფორმაცია, რაც არის სინამდვილეში საჭირო, რომ უკეთ გაიცნონ ერთმანეთი. სამწუხაროდ ეთნიკური აზერბაიჯანელების ქართველების შესახებ საჭირო ინფორმაციას არ ფლობენ. ამ მეორე მხარე, ერთმანეთის შესახებ იმ ინფორმაციას არ ფლობენ, რაც მაგალითად ეთნიკურ აზერბაიჯანელებს რა ღირებულებები, რა კულტურა, რა ისტორიული წარსული გააჩნიათ. აი, ყველაფერი ამის შესახებ ერთმანეთის შესახებ არ იციან სათანადო დონეზე. ჩვენ აი ამ ორგანიზაციით მინდა რომ ვემსახუროთ ამ ორ ეთნოს შორის ხიდის აშენებაში, რათა მომავალში ერთმანეთი უკეთ გაიცნონ და უკეთ იმეგობრონ, ისედაც კარგად მეგობრობენ, თუმცა არის რაღაც გარკვეული ხარვეზები, რაც კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ გარკვეულ სტერეოტიპებს და დისკრიმინაციულ მიდგომებს ქმნის, რაც ჩვენი ქვეყანას ზარალდება საბოლოოდ. და როგორ ათავსებ შენს ჟურნალისტურ საქმიანობას ამასთან? იგივე მსახურება არის. ამ არასამთავრობო ორგანიზაციის მეშვეობითაც საზოგადოებას ვემსახურებით.
ჟურნალისტიკური პროფესიითაც ერთი და იგივე საქმიანობა არის. პირიქით ჟურნალისტობა უფრო ხეს მიწყობს, რომ აი არასამთავრობო ორგანიზაციაში უფრო კარგი საქმეები გავაკეთო, უფრო ბევრი სასარგებლო მასალები, ვიდეო მასალები გავაკეთოთ და ეთნიკურ ქართველებს ვაჩვენოთ თუ როგორი ღირებულების მატარებელი თანამემამულეები ყავთ სახელად აზერბაიჯანელები. და პირიქით მე ვფიქრობ, რომ ჩემი პროფესია, ჩემი საქმიანობა ჟურნალისტობა ამ არასამთავრობო ორგანიზაციაში ხეთს იწყებს. შენ მუშაობა გიწევს ძალიან რთულ რეგიონში, მით უმეტეს 1 წლის წინ და უფრო მეტი ხნის წინ გავრცელდა პანდემია და შედეგად მარნეული გამოცხადდა წითელ ზონად. მე აქ იყო რიგი დაპირისპირებები, კონფლიქტები და მთელი ამბები. შენ ამ პერიოდის განმავლობაში ძალიან აქტიურად მუშაობდი ამ რეგიონში და ძირითადად რა პრობლემებს აწყდებოდი და რა ბარიერები გვხვდებოდა? სამწუხაროდ ზოგადად ამ რეგიონში პრობლემები პანდემიამდეც არსებობდა, ძალიან სერიოზული პრობლემები, თუმცა კონკრეტულად პანდემიის პერიოდში შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ბევრი პრობლემები გამოჩნდა. წეგანაც აღნიშნე, რომ ორ ეთნოს შორის ძალიან ბევრი დისკრიმინაციული მიდგომები და სტერეოტიპები არსებობს. ეს ზუსტად ერთმანეთის უკეთ არ გაცნობის ბრალია. აი ამის შედეგია. და აქედან გამომდინარე ამ პანდემიის პერიოდში ჩვენ ძალიან ბევრი დისკრიმინაციული მიდგომების მოწმეები გავხდით სოციალურ ქსელებში, მაგალითად ძალიან ბევრი გვახსოვს დმანისში თუ ბოლნისში პროსტორად ერთ-ერთ სოფელში, სადაც ექიმებსა და პოლიციელებს დაუპირისპირდნენ ადგილობრივები, რაც გაუგებრობა მოხდა იქ, ქვები ესრულეს და არასასიამოვნო და ძალიან ცუდი რამე მოხდა იქ. და შედეგად აქ უკვე გადააბრალეს მთელი სოციალურ ქსელში, გადააბრალეს მთელი ეთნიკურ აზერბაიჯანელებს, თურმე ეთნიკური აზერბაიჯანელები სტუმრები არიან და უნდა წავიდნენ იქ, სადაც მათი ადგილია, ამ ქვეყანაში ჭკვიანად არ იქცევიან და უნდა წავიდნენ თავიანთ ადგილებში და არ ვიცი თავიანთი ადგილები სად არის. ალბათ აზერბაიჯანის გულისხმობდნენ და ეს ზუსტად ერთმანეთის ისტორიის შესახებ ასე ვთქვათ, სათანადო ინფორმაციის არქლობა არის. აი, არ იციან ვინ, სად, როდის, რომელი წლიდან ცხოვრობს, რომელ მოქალაქეს რა ღვაწლი აქვს თავის სამშობლოს განვითარებაში. აი, ყველაფერი ეს ამის შესახებ არ იციან. ეთნიკური აზერბაიჯანელების შესახებ რომ სათანადოდ ინფორმაცია გქონდეთ ეთნიკურ ქართველებს, ამას რა თქმა უნდა არ იტყოდნენ. სამწუხაროდ ძალიან ცოტა ქართველი იცის, რომელიც აი ხუდია ბორჩალოელი, ფარი ხანუმი, რომლებიც ქვეყნის დემოკრატიულ აღმშენებლობაში, ზოგადად ქვეყნის მთლიანობაში ძალიან თავდადებულად იბრძოდნენ, შრომობდნენ. ეს ყველაფერი ისტორია ზუსტად იმას გვაჩვენებს, რომ დავით აღმაშენებელის დროიდან თუ როგორ ეთნიკურად აზერბაიჯანელები როგორ იღებდნენ მონაწილეობას ქვეყნის განვითარებაში, მშენებლობაში. ერეკლე მეორეს დროიდან საუკუნეების მანძილზე ეს ხალხი აქ ქვეყანას აშენებდნენ ქართველებთან ერთად ზურგ-ზურგ. და აი ამას რომ ამის შესახებ რომ ცოტა იცი, მე უკვე შესაბამისად იმ ადამიანის მიმართ უკვე დისკრიმინაციული და სტერეოტიპული მიდგომა გიჩნდება შენში. და როცა უკეთ გაიცნობ, მაშინ უკვე ეს მიდგომა არ გექნება. ზუსტად პანდემიის დროს ჩვენ ამ მიდგომის უკვე მოწმეები გავხდით. ეს სამწუხაროდ მანამდეც იყო. ზოგადად რეგიონში რომ ძალიან სოციალური და პოლიტიკური პრობლემები არის, ეს უკვე ძალიან დიდი სერიოზული განხილვის თემა არის. ჩვენ ვიცით არჩევნებში როგორ აყალბებენ არჩევნებს, ჩვენ ვიცით როგორი უმუშევრობა არის ამ რეგიონში, სამწუხაროდ მთელ ქვეყანაში უმუშევრობის პრობლემა არის, მაგრამ აქაც არის ეს უმუშევრობა და ახალგაზრდების გადინება, რომელიც ეს ახალგაზრდების დინება 2003 წლამდე, უბრალოდ ვარდების რევოლუციამდე ძალიან იდინებოდნენ ქვეყნიდან. 2003 წლის ან ვარდების რევოლუციის შემდეგ ცოტა ეს შემცირდა. მაგრამ სამწუხაროდ ბოლო წლებში კიდე ეს ახალგაზრდების ეთნიკური აზერბაიჯანელების ახალგაზრდების ქვეყნიდან გადინება კიდე დაიწყო. უმუშევრობა და სხვა პრობლემები, არასწორი ქვეყნის მთავრობის არასწორი პოლიტიკის ბრალია, ძალიან ბევრი ასეთი პრობლემების ჩვენ მოწმეები ხდებით ამ რეგიონში.
კიდევ სხვა რა პრობლემებს დაწყდებოდი მხოლოდ ამ თვალსაზრისით არა, მაგალითად თვითონ მარნეულში, როდესაც ასრულებს შენს ჟურნალისტურ საქმიანობას, ხვდები თუ არა რაღაც დაბრკოლებები ხდება? სამწუხაროდ ძალიან ბევრი დაბრკოლებები ხდება, არა მხოლოდ მე, უკვე ჟურნალისტები ქვეყანაში ყველა საფრთხეში არიან, უკვე ყველას ქუჩაში ყველგან თავს ესხმიან, თავის მოვალეობის შესრულების უფლებას არ აძლევენ, ეს რა თქმა უნდა ესეც ხელისუფლების თავრობის ერთ-ერთი ხრიკი და უფრო ფორმა შეცვლილი ზეწოლა არის მედიის მიმართ. კონკრეტულად ჩემს შემთხვევაში ამ რეგიონში მე ძალიან მუშაობის დღიდანვე აქ ძალიან ბევრ პოლიტიკურ ზეწოლის მსხვერპლი გავხდი. ძალიან ხშირად იყო ჩემს მიმართ მუქარა, შემდეგ ეს მუქარა პრაქტიკულადაც განხორციელდა ყველა მიცის ერთი წლის წინ ჩემს მიმართ როგორ თავდასხმის რაფორმის ადგილი ჰქონდა ჩვენ კარგად ვიცით ქართული ოცნების შტაბის წინ როგორ თავზამესხნენ 10-მდე პირი რომელიც დღემდე სახე არ მახსოვს ვინ იყო როგორ დაგეგმეს ეს იმ მომენტში როდესაც მე ჩემს მოვალეობას ვასრულებდი და ჩვეულებრივ ოპოზიციის ლიდერების ცემის ფაქტს ვაშუქებდი თუ როგორ თავს დაესხნენ რეგიონებიდან ჩამოყვანილი სპორტსმენები და მე რომ მივედი ადგილზე ქართული ოცნების შტაბის წინ რომ კითხვა დამესვა ვინ რატომ როგორ მოხდა პასუხი მუშტი და წიხლები იყო და ეს უკვე ტენდენციად იქცა ამის მერე ძალიან ბევრი მუქარები იყო თუმცა მე როცა პირველ ნაბიჯზე დგამდი ამ პროფესიის შესასრულებლად იმ დღიდანვე მზად ვიყავი ყველაფრისთვის და შესაბამისად არც ერთი ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფა ან ზეწოლა ჩემს აზრს, ჩემს მიდგომას არ შეცვლის. მე ყოველთვის ვამბობ, რომ ამ ყველაფრისთვის მე მზად ვარ. ეს ამ ყველაფრით მე ვფიქრობ, რომ ჩემ ქვეყანას ვემსახურები, ჩემს სამშობლოს განვითარებაში რაღაც წვლილი შემაქვს. სამწუხაროდ, ზუსტად ასეთი ზეწოლები და ასეთი ფიზიკური შეურაცხყოფები სხვა ახალგაზრდებისთვის დემოტივაციას ქმნის. და მე აშინებს და ეს კიდე უბრალოდ ხელისუფლებას ეს სჭირდება რომ სხვები შეაშინონ და სხვები არ გაბედონ და აი მათი ქურდობის, მათი ძარცვის, მათი უსამართლობის შესახებ ხმა არავინ არ მოიღოს და საზოგადოებას ინფორმაცია არ მიაწოდოს. აი ეს არის მიზანი, რომ მე გამაჩვენონ ჩემ გაჩვენების შედეგად სხვებმა მაგალითი მიიღონ. მაგრამ ნურას უკაცრავად ამას ვერ მოესწრებიან. მე რა თქმა უნდა ჩემს ქმედებას გავაგრძელებ და პირიქით ყველა იმ ახალგაზრდას დიდი მაგალითი ვიქნები და სტიმულს მივცემ და დავეხმარები გვერდში დაუდგები რომ ვისაც მოუნდება ამ ჟურნალისტიკაში მოსვლა და მოუნდება განვითარება ყველანაირად ხელს შეუწყობ და ხარში დაუდგები იმ ახალბედა ჟურნალისტს ვისაც მოუნდება მართლა სიმართლის თქმა თუ სიმართლე თქვას საზოგადოებას როგორც წეგან აღნიშნე, შენ ძალიან აქტიურად მუშაობ ამ რეგიონში და ძირითადად ალბათ ძალიან კარგადაც იცნობ ამ რეგიონს და ძირითადად რა პრობლემები არსებობს აი ამ რეგიონში. წეგანაც აღნიშნე, რომ ამ რეგიონში ძირითადად დღეს უმუშევრობა არის და ეს უმუშევრობა მთელ ქვეყანაში არის, მაგრამ კერძოდ ამ რეგიონში, ქვემო ქართლში ეთნიკურად აზერბაიჯანელების დასახლებულ ადგილებში უფრო იმედგაცრუებას აქვს ადგილი. აი ჩვენ ვიცით რომ ძალიან ბევრი ეთნიკური აზერბაიჯანელი წლების განმავლობაში ქართულ ენას ვერ ფლობდა. მაგრამ 2010 წლის მერე რაღაც ასე ვთქვათ, ქვეყნის მთავრობის გადაწყვეტილებით რაღაც პოზიტიური ნაბიჯი გადაიდგა და რაღაც შეღავათები იყო ეთნიკურ აზერბაიჯანელებისთვის. ის შეღავათი მის საფუძველზე იყო, რომ ერთი წლის განმავლობაში ქართულს ისწავლიდა და შესაბამისად მე სხვადასხვა ნებისმიერ უმაღლეს დაწესებულებას აირჩევდნენ და ამან მათ ინტეგრაციასაც შეუწყო ხელი. კი, რა თქმა უნდა, ეს უკვე ინტეგრაციაშიც უწყობდა ხელს. ერთ დროს ჩვენ საუბრობდით, რომ ეთნიკურ აზერბაიჯანელებს შორის არის პრობლემა, რომ ენა არ იციან, აი ამიტომ ვერ საქმდებიან. დღეს ეს პრობლემა ნაწილობრივ მოიხსნა, თუმცა ვინც ქართულად ფლობს, მაინც ვერ საქმდება. თუ არ იქნება ქართული ოცნების ასე ვთქვათ, ბრძანების შემსრულებელი ან ხმის მომგროვებელი არჩევნებში. თუ გინდა რომ კარგად სადღაც, უფრო კარგად კი არა და უფრო ბრჭყალებში სადღაც ვინმეს მოადგილე
ან სადღაც რაღაც პატარა საქმით დაკავებული რომ იყო, პატარა ხელფასი რო გქონდეს, მაშინ უნდა ქართული ოცნებისთვის კაი ხმა უნდა მოაგროვა. არჩევნებში აქტიური უნდა იყო. თუ არ იქნები, მაშინ იქნები სადაც კუთხეში დარჩენილი, ან ყველაზე მაქსიმუმ სოფლის მეურნეობით დაკავებული ახალგაზრდა იქნები. ნუ რა თქმა უნდა, სოფლის მეურნეობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია ქვეყნის განვითარებისთვის. იქაც უნდა იყოს ბევრი ახალგაზრდა და სხვაგან, თუმცა მხოლოდ ის არ უნდა იყოს ჩვენი განვითარებისთვის ერთი სფერო. ეს არის, რომ ქვეყნის ხელისუფლებას და მთავრობას აქვს არასწორი პოლიტიკა ეთნიკური უმცირესობების მიმართ. ჩვენ ვნახეთ, ენობრივი ბარიერი გარკვეულწილად მოიხსნა, თუმცა მაინც არ დასაქმდნენ სათანადო ახალგაზრდები, სადაც ღირსი იყვნენ რომ ემუშავათ მათ. სამწუხაროდ არის რაღაც სტერეოტიპული რაღაცნაირად თითქოს არ ენდობიან ამ ეთნიკურ აზერბაიჯანელებს ან ეთნიკურ უმცირესობებს და პირიქით ეს უკვე დემოტივირებულ მიდგომას ქმნის ამ საზოგადოებაში, რომ აი მე ვარ აქ მეორე ხარისხოვანი, ჩემ არჩევანს რა შედეგი ექნება, რომ წავიდე, გინ ხმა მივცე, თუ გინდა რა მაინც ხელისუფლება იქნება. ისედაც თუ მხარე ნაცნობი მეყოლება წავალ ვიმუშავებსად. აი ესეთ მიდგომას ქმნის, შედეგად იღუპება მთელი ქვეყანა. აი ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა, რომ დღეს ეთნიკური უმცირესობების მიმართ არასწორი, არაჯანსაღი პოლიტიკა აქვს ხელისუფლებას. სამწუხაროდ წარსულში სხვა ხელისუფლებებსაც ჰქონდა ეს. ძალიან სამწუხაროა ეს მიდგომა ჯერჯერობით არ შეცვლილა. პირიქით თუ გინდა შენი მოქალაქე იყოს განვითარებული, შენი ქვეყანა, შენი მოქალაქე თავდადებულად თავის ქვეყნის განვითარებაში მიიღოს მონაწილეობა, მაშინ შენ უნდა ენდო მას და მას კარი გაუხსნა ყველგან, რომ მან იგრძნოს თავისი თავი სრულფასოვანი მოქალაქე. აი ეს ქმნის мотиваციას მოქალაქეს და თუ პირიქით იქნება, რა თქმა უნდა, ახალგაზრდა ქვეყანას დატოვებს, სამწუხაროდ სხვა ახალგაზრდების ეთნიკურად ქართველების ტოვებენ ქვეყანას. ნუ აქ ამ შემთხვევაში ეთნიკურ აზერბაიჯანელებში ორმაგი დატოვება არის ქვეყნის. ორმაგი გადინება არის. ერთი თან ფიქრობს რომ მე აქ ისედაც მეორე ხარისხოვანი ვარ, მეორე კიდე არის რომ უმშევრობა არის სადღაც. როცა არ აქვს შესაბამისი პირობები, იძულებლები არიან სხვაგან უნახონ. ორმაგი პრობლემა არის აქ ამ შემთხვევაში. დაახლოებით ერთი თვის შემდეგ ჩატარდება ადგილობრივი არჩევნები. წინასაარჩევნო რა სიტუაციაა რეგიონში, რა ვითარებაა? სამწუხაროდ წინასაარჩევნოდ არა სახარბიელო მდგომარეობაა რეგიონში. ჩვენ ვხედავთ, რომ ქართული ოცნება ყოველ არჩევნებში ქვეითდება, ნდობას კარგავს, რეიტინგს კარგავს. სამწუხაროდ ოპოზიციას ამას მიყვება. წელს ჩვენ ოპოზიციის აქტიურობას ქვემო ქართლში ვერ ვხედავთ. ისიც მათი რეიტინგი ძალიან დაეცა, ხალხში ნდობა თითქოს დაკარგეს. აი ახალგაზრდები, მე მაგალითად არც ერთ განათლებულ ახალგაზრდას ოპოზიციის რიგებში ვერ ვხედავ. ესე იგი იმას ნიშნავს, რომ ოპოზიციას არ ენდობა, ხო? რაღაც ოპოზიცია უნდა თავისი მიდგომა უნდა შეცვალოს. ახალგაზრდებში რაღაც მიდგომა. მიმართულებით. რაღაც ნდობა უნდა მოიპოვოს, რომ რაღაც ის გზა უნდა აჩვენოს, რომ ახალგაზრდა თავისი თავი, ახალგაზრდა, იმ განათლებულმა ახალგაზრდამ თავისი თავი ამ კონკრეტულ პარტიაში ხედავდეს. რაც იმედგაცრუება არის, არც იმას ენდობიან, არც ამას ენდობიან და აი ძალიან ცუდი ფონია შექმნილი. არა და ოპოზიცია ერთადერთი ძალა არის, რომ მას შეუძლია ქვეყანაში სისტემა შეცვალოს და ქვეყნის ის მიმართულება, რომელიც ახლა ცუდისკენ არის მიქანებული, ოპოზიცია ერთადერთი ძალა არის, რომ მას შეუძლია სწორი სტრატეგიით კარგისკენ, სიკეთისკენ მიაბრუნოს ქვეყნის ის მიმართულება. აი სამწუხაროდ ამას ხედავ, რაღაც არ არის ის ფონი, რაც ადგილობრივებს აქვს ის მოლოდინი, ნამდვილად არ აქვს ახლა. ძალიან აი უჩვეულო სიჩუმე არის ახლა ოპოზიციის რიგებში ქვემო ქართლში. არ ვიცი, ჯერ არჩევნებამდე ერთი თუ არის დარჩენილი იმედია, ეს სიჩუმე დაირღვევა და უფრო რაღაც დინამიკა შემოვა რეგიონში, რაღაცნაირად მართლა ხალხში იმედი გაიღვიძებს. არ ვიცი, ვნახოთ, ალბათ ამას მომავალი გვიჩვენებს ჩვენ. ერთადერთი რეალობა არის, სამწუხარო რეალობა არის, რომ დღეს ოპოზიციის ასეთი სისუსტემ ხელისუფლების რიგებში უფრო ნოყიერი ნიადაგი შექმნათ, ისინი ძალიან თავისუფლად არიან და ძალიან თავისუფლად შეუძლიათ გააკეთონ ის, რაც უნდათ. ჩვენ ვიცით, რომ მედია
უნდა იყოს დამოუკიდებელი, თუმცა თქვენ ძირითადად, თქვენი არხი ძირითადად აკრიტიკებს ხელისუფლებას. აქამდე ოპოზიცია გაგიკრიტიკებიათ თუ არა? ზოგადად ჟურნალისტიკა და მედია არსებობს იმისთვის, რომ სათავეში მყოფ მთავრობას აკონტროლოს. მთავრობა აკონტროლოს მთავრობა. იპარავს თუ არა სად უსამართლობას ჩადის, რომელიმე მოქალაქეს ჩაგრავს თუ არა. ჟურნალისტიკა ზუსტად ეს არის, რომ ხალხის თვალი და ყური იყო, სადაც ხალხი ვერ ხედავს, იქ ჟურნალისტი უნდა ხედავდეს და საზოგადოებას აჩვენებდეს. დღეს მთელი სადავეები ხელისუფლების ხელშია. შესაბამისად ის ყველაფერს მართავს, ბიუჯეტი მაგის ხელშია, მთავრობა და მმართველობა მათი ხელშია და შესაბამისად ჩვენ ხელისუფლებას უნდა ვაკონტროლებდეთ. მათ უნდა ვაკრიტიკებდეთ, რომ შენ მოქალაქეს ამას არასწორად უკეთებ, ასე უსამართლოდ ექცევი და ასე შემდეგ. ხმას ნუპარავ და ასე შემდეგ. ოპოზიცია ხო ვერ მოპარავს ხმას. ოპოზიცია ხო ვერ მოპარავს ფულს, ბიუჯეტს ხო ვერ გაძარცვავს. შესაბამისად ის სადავეები არ აქვს, ის ბერკედები ოპოზიციას არ აქვს, რაც უსამართლობა შეუძლია ისეთი უსამართლობა ჩაიდინოს, რომ მოქალაქეები დაზარალდნენ. აი აქედან გამომდინარე, ძირითადად ჩვენ გვიწევს ხელისუფლების კრიტიკა. ამ შემთხვევაში მე ასე ვფიქრობ, ეს ჩემი მიდგომა არის, ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ამ შემთხვევაში ოპოზიცია კი არ უნდა იყოს ჩვენი მიზანი. ჩვენი მიზანი უნდა იყოს ხელისუფლება, რათა არ დააშავოს, რათა უსამართლობა არ ჩაიდინოს, რათა ხალხის მიერ შევსებული ბიუჯეტი არ გაიქურდოს. აი ეს არის ჩვენი მედიის მთავარი მოვალეობა ის არის, რომ ბიუჯეტი დავიცვათ, გავაშუქოთ ის, რაც ბიუჯეტის გარშემო ხდება, გავაშუქოთ ის ქვეყნის მთლიანობის გარშემო თუ რა ხდება. ის ჩინოვნიკები პარავენ თუ არ პარავენ, სად უსამართლობას ჩადიან, აღებული ვალდებულებებს ასრულებენ თუ არა, აი ეს არის ჩვენი მოვალეობა. ოპოზიციას რა ვალდებულება აქვს? ოპოზიცია შეიძლება მხოლოდ პარლამენტში იყოს გარკვეულწილად, მაგრამ იმასაც ის სადავეები არ აქვს ხელში, რაც შეუძლია მართლა რაღაც იქურდოს ბიუჯეტიდან გაძარცვოს რაღაც და ასე შემდეგ. თუმცა გეთანხმები გარკვეულწილად ჩვენ ოპოზიციასაც უნდა ვაკრიტიკებდეთ. არის რაღაცები, სადაც ოპოზიციას შეუძლია უსამართლობა ჩაიდინოს თავისი მომხრეების მიმართ. ძალიან ბევრჯერ ყოფილა ჩვენს ეთერში, რომელიც ოპოზიციის სისუსტეს შესახებ ჩვენ სიუჟეტები გავიკეთებია. რას ფიქრობ, დღეს საქართველოში მედია არის თუ არა თავისუფალი? დღეს საქართველოში სამწუხაროდ მედია არ არის თავისუფალი. წლების განმავლობაში გვეგონა ჩვენ რომ მაშინ არ იყო თავისუფალი და ეხლა ხელისუფლება შეიცვალა და მედია თავისუფლებაც მოვიდა. სამწუხაროდ საპირისპირო ვნახეთ ჩვენ. აი პირადად ჩემს მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფა თუმცა დღეს ტელევიზიაში არ გივარდებიან და პირდაპირ არ გიშლიან. თუმცა დღეს პირდაპირ ქუჩაში გვევარდებიან მუშაობისას. კამერებს გვართმევენ, გვიყავენ კამერებს თავში, მინისტრების დონეზე არის ზეწოლა, ასე ვთქვათ, სიტყვიერი ფიზიკური შეურაცხყოფები პირდაპირ სამთავრობო დონეზეა და როცა მთავრობის ლიდერები პირდაპირ ხალხს მოქალაქეებს მოუწოდებენ რომ არიქა მივარდით ოპოზიციური ტელევიზიები არის რა ვიცი ბოროტების ერთ-ერთი წყარო წვანეს შუქს ანთებენ მთავრობის წარმომადგენლები რიგითი მოქალაქეებისთვის მე ისინი ვივარდებიან ქუჩაში ახლა ის ფიზიკური დაპირისპირება და ზეწოლები ფორმა შეცვალა ახლა პირიქით უფრო გაუარეს ახლა ჩვენ მაშინ თუ ჟურნალისტ ქუჩაში თავისუფლად მუშაობდა დღეს ვერავინ ვერ მუშაობს თავისუფლად დღეს სასულიერო პირები ვივარდებიან შუა სამუშაო პროცესში სასულიერო პირები შეურაცხყოფას გვაყენებენ მინისტრები მიკროფონს გვართმევენ პარტიის მომხრეები ჩვეულებრივად ქუჩაში თავს გვესხმიან აგერ 5 ივლისის ამბავი ამის ნათელი მაგალითია ათობით ჟურნალისტი რომელიც ქვეყნის ისტორიაში მსგავსი რამე არ არსებობს არ გვახსოვს ეგეთი რამე პირდაპირ ქუჩაში ათობით ჟურნალისტი გაასისხლიანეს ისეცემეს სიკვდილის პირას მიიყვანეს ამაზე მეტი რა ცენზურა უნდა იყოს უბრალოდ ცენზურა სახეშესულელია იმიტომ ასე გვექცევიან რომ ოპოზიციაზე მეტად უფრო ჟურნალისტების ეშინიათ და ხელისუფლება 5 ივლისს პირდაპირ სადამსჯელო ოპერაცია ჩაატარა ჩვენს მიმართ და ამით გვაჩვენა რომ თუ კიდევ რაღაცნაირად მოიქცევით უფრო უარესად გიზავთ და მე დამნაშავეები არ დაისჯებიან. აი ამაზე დიდი ცენზურა და ამაზე
არათავისუფლება რა უნდა იყოს. მადლობა მინდა გადაგიხადო ჯეიჰუნ იმისათვის, რომ მოხვედი აქ და იყავი ჩემი სტუმარი. ასევე მადლობას გადაუხდი მე მაყურებელს იმისათვის, რომ მათ დაგუთმეს თავიანთი ძვირფასი დრო და გვიყურეს ამ პერიოდის განმავლობაში. მე კი დაგემშვიდობებით, მომავალ კვირას ისევ საინტერესო სტუმრებთან ერთად, საინტერესო თემებით შემოგიერთდებით საღამოს 9 საათზე.